ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ ოჯახში სხვა წევრებიც იყვნენ ჩართული ბავშვის დაძინებაში. როდესაც დედები მარტო ზრდიან ბავშვებს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დედას? როცა მშობელი უკიდურესად შეწუხებულია ბავშვის ძილის საკითხი, როცა მისთვის, ანუ მშობლისთვის ძალიან სტრესული ხდება ეს ბავშვის ძილთან დაკავშირებული საკითხები, როცა ძალიან იწელება ეს დაძინების პროცესი, როცა ყოველთვის უკავშირდება ტირილს და ისტერიკას, როცა გაღვიძებული ბავშვიც არ არის კარგ განწყობაზე, ოქროს გასაღები მდგომარეობს რეჟიმში და ძილის წინა რიტუალში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან უადვილებს როგორც მშობელს, ასევე ბავშვს რეჟიმის მიხედვით ცხოვრება. ყველაზე დიდი პროტესტი რაც მაქვს, ამ ფაქტთან მიმართებაში მაქვს, იმიტომ რომ მოგესალმებით, ჩვენი პოდკასტის მე-10 ეპიზოდია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ბავშვის ძილი, როგორ დავაძინოთ ბავშვი მარტივად. დღეს შევეხებთ ისეთ თემებს, როგორიც არის, როგორ დავაძინოთ ბავშვი მარტივად, რატომ არ ძინავს ბავშვს მშვიდად და მშობლები რა შეცდომებს უშვებენ ბავშვის ძილის დროს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ხათუ შალიკაძე, სერტიფიცირებული ბავშვთა ძილის კოუჩი. ხოლო შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ავენტი, დედების და ბავშვების ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში. არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი, დაგვიწერეთ კომენტარები და ასევე დაგვილაიქეთ. ხათუ, მოგესალმებით. პირველ რიგში ჩვენი პირველი თემა არის ძილის მნიშვნელობა და ძილის ძირითადი პრობლემები. მოგვიყევით თქვენი აზრით, რატომ არის ბავშვის დაძინება ესეთი პრობლემური და ზოგადად მშობელი რა შეცდომას უშვებს, ესე ვთქვათ, ძილთან მიმართებაში ამ საკითხზე როგორ საუბრობთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ საკითხის დაინტერესებისთვის, ამ საკითხზე პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან მცირე ინფორმაცია ბავშვის ძილთან დაკავშირებით და მოხარული ვარ, რომ მექნება ამით შესაძლებლობა, რომ დედებს უფრო მეტად დავეხმარო. რაც შეეხება ბავშვის ძილის პრობლემებს, ძალიან კომპლექსური საკითხი, ამიტომაც არის ეს პრობლემატური და თითქმის ყველა ოჯახს აწუხებს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფიზიოლოგიასთან არ არის დაკავშირებული, ეს არის დაკავშირებული ემოციებთან, ოჯახის წესთან, ეს არის დაკავშირებული განწყობაზე, ჩვევებზე და თავიდან ბოლომდე, ანუ ურთიერთობებზე და ძილის პირობებზე. შესაბამისად, ამ ყველაფერსაც ჭირდება ჩვეულებრივ შესწავლა, იმიტომ რომ როგორც მაგალითად ბავშვი სწავლობს სიარულს, როგორც შეიძლება სწავლობს დამოუკიდებელ ჭამას, ასევე ძირითად შემთხვევაში ბავშვს ჭირდება მშობლებისგან დახმარება, რომ ისწავლოს ძილი და ეს მშობლების დახმარება მდგომარეობს სწორი ძილის პირობების და ჩვევების ჩამოყალიბებაში. აი რა გავლენას ახდენს ბავშვის ძილი, ბავშვის ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, როგორ აისახება ზოგადად უძილობის ეს მომენტი? ძალიან დიდ გავლენას ახდენს. პირველ რიგში განწყობაზე ახდენს უდიდეს გავლენას, იმიტომ რომ გამოუძინებელი ბავშვი ნიშნავს ბავშვი, რომელიც სისტემატურად წუწუნებს, ტირის, ისტერიკას აწყობს და ეს ძნელი არის როგორც თავად ბავშვისთვის, იმიტომ რომ ემოციურად არამდგრადი ხდება, ასევე რა თქმა უნდა მშობლისთვის და ამაზე უფრო მეტად შეიძლება ასეთი ხილული არ არის, მაგრამ უფრო სიღრმისეული პრობლემები არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იმიტომ რომ ხარისხიანი ძილი პირდაპირ უკავშირდება ბავშვის მეხსიერებას, ბავშვის იმუნიტეტს, ანუ ბავშვი, რომელსაც აქვს ძილის ნაკლებობა, ანუ მისი იმუნური სისტემა უფრო სუსტდება, შესაბამისად უფრო მოწყვლადი ხდება ვირუსებისა და ინფექციისადმი, ასევე დასწავლის უნარი უფრო ნაკლებად აქვს, მისი კოგნიტური უნარები, დამახსოვრების უნარი, მოტორული უნარები, აბსოლუტურად ყველაფერი ფერხდება, ასევე ძილთან პირდაპირ კავშირში არის ზრდის ჰორმონი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხარისხიანი და მშვიდი ძილი, იმიტომ რომ ეს პრობლემები, ჯანმრთელობასთან მიმართებაში პრობლემები შეიძლება იმ წუთას არ გამოჩნდება, მაგრამ აუცილებლად თავს იჩენს სამომავლოდ და ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე ყურადღება მივაქცოთ ამ საკითხს. რა არის პირველი ნიშნები, რომ ბავშვს ძილთან დაკავშირებით პრობლემები აქვს? პირველი ნიშნები ზოგადად ოჯახში არის ის, როცა მშობელი უკიდურესად შეწუხებულია ბავშვის ძილის საკითხი, როცა მისთვის, ანუ მშობლისთვის ძალიან სტრესული ხდება ეს ბავშვის ძილთან დაკავშირებული საკითხები, როცა ძალიან იწელება ეს დაძინების პროცესი, როცა ყოველთვის უკავშირდება ტირილს და ისტერიკას, როცა გაღვიძებული ბავშვიც კი არ არის კარგ განწყობაზე, სისტემატურად წუწუნებს და როცა ღამის განმავლობაშიც ძალიან
ხშირად ხდება ბავშვის გაღვიძება და პირველი ნიშანი არის აწუწუნებული ბავშვი და ამას რა თქმა უნდა დამატებული მშობელი, რომელიც შეწუხებულია ამ მდგომარეობით და უნდა რომ რაღაც შეცვალოს და გამოვასწოროს. რა არის ის შეცდომა, რომელსაც მშობელი უშვებს ბავშვის ძილთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ბავშვის ძილის მოწესრიგების ოქროს გასაღები მდგომარეობს რეჟიმში და ძილის წინა რიტუალში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან უადვილებს როგორც მშობელს, ასევე ბავშვს რეჟიმის მიხედვით ცხოვრება. 6 თვიდან ბავშვებზე უკვე რეკომენდებულია, რომ საათობრივად დავაძინოთ, ვკვებოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მერე უწყობს ხელს, რომ თვითონ ბავშვის ორგანიზმი მიეჩვევა, რომ ამ საათებში გამოყოს თუნდაც ის ჰორმონი, რაც ჭირდება ძილს, რაც ჭირდება კვებას და რეჟიმით და ძილის წინა რიტუალით, რომელიც ძილის წინა რიტუალია, რომ ყოველი ძილის წინ დაახლოებით 30 წუთი ერთი და იგივე ქმედებებს ეთმობა, ანუ ბავშვს ამზადებს იმისთვის, რომ ეხლა ამის შემდეგ იქნება ძილი და იმდენად მიჩვეული ამ სიტუაციისთვის, რომ ბავშვი ამას ხდება ყოველგვარი ისტერიკის და ტირილის გარეშე და ვფიქრობ, რომ ურეჟიმობა და ძილის წინა რიტუალის არარსებობა არის ის, რასაც ყველაზე დიდი შეცდომა შეიძლება ვუწოდოთ მშობლის მხრიდან. ხათუ, მინდა რომ გადავიდეთ შემდეგ თემაზე, მითები და რეალობა. არის ხოლმე ზოგადად მშობლის ესე წარმოდგენა აქვს, რომ ბავშვი აუცილებლად თავისით მიეჩვევა ძილს და ცდილობს ხო რაღაცას ბავშვის რეჟიმი თვითონ ბავშვზე მოარგოს. რამდენად რეალურია ეს და რამდენად მართებულია მშობლის ეს ქცევა? რა თქმა უნდა, არსებობს ბავშვები, რომლებმაც შეიძლება დამოუკიდებლად ისწავლონ ძილი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეგ ძალიან იშვიათად ხდება და ძირითად შემთხვევაში ეს პროცესი თუ ბავშვზე არის მინდობილი, ძალიან იწელება და შეიძლება ეს იყოს უფრო დიდ ასაკში. უმეტეს შემთხვევაში, როგორც თავიდანვე აღნიშნე, როგორც სიარული, როგორც კვება უნდა ვასწავლოთ ბავშვს, ასე არის თვითჩაძინება. რა მეთოდითაც ვაძინებთ, იმ მეთოდით დაძინებას არის მიჩვეული და მისთვის წარმოუდგენელია სხვანაირი მეთოდით დაძინება, თუ ჩვენ თვითონ არ შევთავაზეთ. მაგალითად, დაიბადა ბავშვი და თუ თავიდანვე ვაძინებთ ძუძუზე, ბავშვისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვასწავლეთ, რომ პირში უნდა ქონდეს ძუძუს და ამით ჩაიძინოს. ამიტომ ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვცდილობთ მშობლები, რომ ეს მეთოდები, რომლებიც მე რაღაც ასაკში უკვე აღარ ერგება, ნელ-ნელა გადავაჩვიოთ და გარკვეული სხვა მეთოდებით ჩავნაცვლოთ. შესაბამისად, ძირითად შემთხვევაში მაინც ჩვენი ჩართულობა იქნება საჭირო და ჩვენი დახმარება ბავშვებისთვის იმისთვის, რომ სწორი ჩვევები ჩამოუყალიბოთ და ნელ-ნელა ჩვენზე დამოკიდებულება უფრო და უფრო შევუმციროთ, თუმცა ძალიან თანმიმდევრულად, უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი სტრესის გარეშე. ჩაგეკითხები, ხო არის ახლა მაინც ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, თანამედროვე სამყაროა ესე ვთქვა, წინ მივწევთ ძალიან ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი smart gadget-ები არის. თუნდაც ამენც აქვს მაგალითად ძალიან კარგი ვიდეო ძიძა, რადიო ძიძა, სადაც ამ ვიდეო ძიძებში მაგალითად წარმოდგენილი არის ძილის პირული სიმღერები წერია, შეგიძლია ჩაურთო ბავშვს, თან შეგიძლია დატოვო და ანაკონტროლო ბავშვი, გამოხვიდე მეორე ოთახში, აქედან უყურო. ეს მეთოდით ხო შეიძლება რომ გამოიყენო მშობლები? ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოგონება ვიდეო ძიძა, იმიტომ რომ თავიდან შეიძლება არა რაღაც მაგალითად დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში შენ ბავშვთან ხარ იქ და ნელ-ნელა მის საწოლს შორდები, მაგრამ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ შენ გამოდიხარ ბავშვის ოთახიდან. და შესაბამისად იქ არის სრული სიჩუმე, კარიც უნდა დახურო, იმიტომ რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს რაღაცა გარეხმაურის გამო და ვიდეო ძიძა არის იდეალური გამოსავალი. მეც მქონდა და როცა ჩემს შვილს ვასწავლეთ თვითჩაძინება, ყოველთვის შემეძლო გამოვდიოდი ისე რომ მას ჯერ არ ეძინა, საწოლში იწვა, თუმცა არ ეძინა და შემეძლო ვიდეო ძიძის საშუალებით მეკონტროლებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ჩემი ჩართულობა ან დახმარება ხომ არ იყო საჭირო, ამიტომ ჩემი აზრით ეს კომფორტი თუ გვაქვს მშობლებს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ გამიგია ხოლმე, ჩემი შვილი ხმაურში ჩვენურად იძინებს. მაგრამ მეორე არის, რომ არა, ჩემი შვილი მხოლოდ სიჩუმეში, რა სხვაობაა და ზოგადად რაზე არის დამოკიდებული ეს, როგორც ჩვენ მივაჩვევთ იმაზეა დამოკიდებული თუ ზოგადად სასურველია, რომ სიმშვიდეში, სიწყნარეში დაიძინოს ბავშვმა. ზოგადად მშვიდ გარემო, რეკომენდაცია ესეთია, რომ როგორც ზრდასრულების მშვიდი და ჯანსაღი ძილისთვის საჭირო არის მშვიდი გარემო, ასევე პატარებისთვისაც საჭირო არის ეს მშვიდი გარემო, უფრო ღრმა ძილის უწყობს ხელს და უფრო
უფრო ხარისხიანად იძინებს ბავშვი და შესაბამისად გარკვეულ ხმაურში და გარკვეული მოძრაობების დროს შეიძლება ბავშვს ხელი შეეცვალოს ღრმა ძილის ფაზაში გადასვლაში. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი პედიატრები, ნევროპათოლოგები ბავშვს აძლევენ ეს დამამშვიდებელ საძილე საშუალებებს. რას გვეტყვიან საკავშირები? ალბათ ყველაზე დიდი პროტესტი რაც მაქვს აი ამ ფაქტთან მიმართებაში მაქვს, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ბლოგი პროფესია მშობელი და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველანაირი რჩევა გავაზიარო იმისთვის რომ მშობლებმა იცოდნენ სწორი დამოკიდებულება და ძალიან ბევრი დედების ჯგუფში ვარ გაერთიანებული და პოსტები უმრავლესობა ხდება ზუსტად იმასთან დაკავშირებით რომ ბავშვს აქვს ძილის პრობლემები, გთხოვთ მირჩიეთ პედიატრი, ნევროპათოლოგი, ან პირდაპირ გთხოვთ მირჩიეთ რა დამამშვიდებელი საშუალება, რა საძილე საშუალება მივცე. რაც ჩემთვის სრულიად მისაღებია და შეიძლება ყველა პოსტი გავატარო, მაგრამ ამ პოსტის გატარება არ შემიძლია, იმიტომ რომ რეალურად ძილის პრობლემებს მაინც 99% ჩვევებზეა დამოკიდებული და ძილის პირობებზე და ეს დამამშვიდებელი უბრალოდ აკეთებს იმას, რომ ბავშვს თიშავს და ბავშვს ხელოვნურად აძინებს. ხო, არაფერს არ შობა. რეალურად ეს ვერ აგვარებს ამ ძილის პრობლემებს. როცა გავაისდრო დამამშვიდებელი მოიხსნება, ბავშვს იგივე პრობლემები დაუბრუნდება. ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დამამშვიდებაზე ბავშვს უჩნდება დამოკიდებულებაც და როგორ იცი, აღარ მოქმედებს უკვე ისე, როგორც მაგალითად თავიდან მოქმედებდა. იმიტომ რომ ამაზე პოსტიც მქონდა მე და კომენტარებში ვთხოვე გაზიარება, რომ ვის მიგიმართავთ, ვის გამოგიყენებიათ, რა შედეგები ქონდათ და რეალურად ყველა აღნიშნავს, რომ თავიდან კარგი შედეგი იყო და კარგი შედეგი იგულისხმებოდა, რომ ბავშვი ითიშებოდა და ეძინა და შემდეგ აღარ მოქმედებდა ეს და მაინც პრობლემები რჩებოდა იგივენაირად და რაც ყველაზე გულსატკენია ჩემი აზრით არის ის, რომ რეალურად თუ ძილის პრობლემები გამოწვეული არ არის ფიზიოლოგიური ან ნევროლოგიური პრობლემებით და უბრალოდ ძილის ჩვევებია, ეს პედიატრის და ნევროპათოლოგის კომპეტენცია აღარა და ჩვენ იმდენად მიჩვეული ვართ, რომ პედიატრებს მივმართოთ, ექიმებს მივმართოთ ამ საკითხზე, ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ ამბობენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და გამოსავალი მათთვის მარტივი არის, რომ დაუნიშნონ საძილე საშუალება, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოგვიყევი რას აკეთებს ძილის სპეციალისტი და როდის უნდა მივმართოთ მას? აი ზუსტად რაც აღნიშნეთ, ძილის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს სამი მიზეზით. შეიძლება იყოს გამოწვეული ფიზიოლოგიური მიზეზით, შეიძლება იყოს გამოწვეული რაღაც ნევროლოგიური მიზეზებით და შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი ჩვევებით ან არასწორი ძილის პირობებით. იმ შემთხვევაში თუ ძილის პრობლემებზე გამორიცხული არის პირველი ორი მიზეზი, ფიზიოლოგიური და ნევროლოგიური, რაზეც მივმართავთ შესაბამისად პედიატრს და ნევროპათოლოგს, მაშინ და ძირითად შემთხვევაში 99% მაინც ჩვევების თემა და ძილის პირობების, ასეთ შემთხვევაში უკვე ეს შედის ძილის კოუჩის კომპეტენციაში. ეს ამ ადამიანმა იცის რა განაპირო, რა სწორი ძილის ჩვევები უნდა ჩამოუყალიბო ბავშვს იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი დაძინება, რა ძილის პირობები უნდა შეუქმნათ სახლში იმისთვის, რომ გამარტივდეს დაძინება და შესაბამისად ეცნობა ინდივიდუალურად ყველა ბავშვის მდგომარეობას, მის რეჟიმს, ძილის პირობებს და მშობელს მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ გაუმარტივდეს თვითონ მშობელს ბავშვის დაძინება. და სანამ ამ თემას კონკრეტულად ამ თემას დავასრულებთ, მინდა რომ აი თეთრ ხმაურზე რო გითხრა, ნამდვილად რეალობა ეს თუ მითია, ნამდვილად უნდა მოვასმენინოთ ეს თეთრი ხმაური ბავშვს თუ არ მოვასმინოთ, ეხმარება ძილში თუ არ ეხმარება. რა თქმა უნდა, ცალსახა უნდა არ არის, მაგრამ ხელს უწყობს ბავშვს უკეთ დაძინებაში. მე მაგალითად პირველ შვილის შემთხვევაში არ ვიცოდი თეთრი ხმაურის შესახებ და პირველ შვილზე ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა ძილთან დაკავშირებით და სწორედ ამან გამოიწვია ჩემი დღევანდელი ცოდნა და მეორე შვილთან მიმართებაში უკვე როცა უფროსი შვილი მყავდა, რომელიც გარეთ ძალიან ხმაურობდა და ჩემს პატარა შვილს უჭირდა დაძინება, ამ დროს გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა თეთრი ხმაური. რა არის ახლა ეს თეთრი ხმაური? თეთრი ხმაური არის ისეთი ხმა, აი რაღაცა გადაბმული მშვიდი ხმა. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ოკეანის ხმა, შეიძლება იყოს მდინარის ჩუხჩუხი, შეიძლება იყოს წვიმის ხმა, ჭექაქუხილის ხმა. აი ესეთი ხმები, რომელსაც ჩაურთავ, მონოტორულად არის ეს ხმა მიმდინარეობს და შესაბამისად გარე ხმები, აი მაგალითად გარეთ მანქანამ დაასიგნალა ან ძაღლმა დაყეფა ან ოჯახში სტუმრებია და ხმაურობენ, ეს ხმები აღარ
უშლის ხელს ბავშვს დაძინებაში და ასევე ხშირად არის რომ ბავშვი ეჩვევა ამ ხმაურს და ახლა მაგალითად ჩემი შვილიც და როგორც კი ჩაურთავ რაღაცნაირად უფრო მარტივად მიდის უკვე ხვდება თვითონაც რომ ესე იგი ძილის დროა და ეს უწყობს ხელს მოკლედ. მინდა შემდეგ თემაზე გადავიდეთ. შემდეგი თემა არის რჩევები და პრაქტიკული ესე ვთქვათ ხედვები და რო გითხრა როგორ შეიძლება მშობელმა შექმნას მშვიდი ძილის გარემო სახლში და რა უნდა გააკეთოს ამისთვის. პირველ რიგში დღევანდელი პრობლემა რაც ეკრანთან დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ყველანაირი ეკრანი სახლში გავთიშოთ, იმიტომ რომ ეს უშლის ბავშვს დაძინებაში. ეკრანს აქვს ცისფერის სპექტრის სხივი, რომელიც პირდაპირ კლავს მელატონინს, ანუ ბავშვების შემთხვევაში. რეკომენდაცია რომ ეკრანი არ გამოვიყენოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოთახში ცოტა უფრო დავაბნელოთ, ანუ თუ კაშკაშა განათება არის, მაგალითად დაბალი, ანუ სანათი ჩავთოთ, იმიტომ რომ ეს სიბნელეც უფრო მეტად უწყობს ხელს, რომ ბავშვში მელატონინი გამომუშავდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაძინებამდე 1 საათით ადრე გადავიდეთ შვიდ თამაშებზე. ანუ აღარ იყოს ამ დროს ხტუნვა, სირბილი, ღუტუნი, სიცილი, იმიტომ რომ ეს აღაგზნებს ბავშვს და უჭირს ამის შემდეგ დამშვიდება და დაძინება და ისეთი აქტივობები, როგორიცაა წიგნი, პლასტელნები, ფაზლები, ლეგოების აწყობა, ან კინეტიკური ქვიშით თამაში, ანუ ძალიან ამშვიდებს ბავშვის ტვინს და ზოგადად ბავშვს ანუ დაძინებამდე ჭირდება, რომ მისი ნერვული სისტემა დამშვიდეს, ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ოთახში ჰაერის ტემპერატურა ძალიან გადაჭარბებულად ვიცით ხოლმე რომ ბავშვს არ შესცივდეს და შეიძლება იყოს მაღალი ტემპერატურა და რეკომენდებულია რომ 22 გრადუსზე მაღალი არ იყოს, უფრო უკეთესი იქნება საძინებელში საერთოდ 18 გრადუსამდე რომ იყოს ტემპერატურა, იმიტომ რომ რაც უფრო სიგრილეა, უფრო კარგად ძინავს ბავშვს. ოღონდ ეს სიგრილე არ ნიშნავს რომ ბავშვი იყინება, ანუ ბავშვი შეიძლება თბილი რამე ეცვას, უბრალოდ ტემპერატურა იყოს დაბალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ განიავებული იყოს ოთახი და ჟანგბადი საკმარისი იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სწორი ჰაერის ტენიანობის დაჭერა. თუ ძალიან გამომშრალი იქნება ჰაერი, ამას შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად ქავილი და ბავშვის წუხილი და ამიტომ ესეც უნდა გავაკონტროლოთ აუცილებლად და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა არის ის რომ ძილისწინა რიტუალი გქონდეს, რომელსაც დაახლოებით 30 წუთი ეთმობა დაძინებამდე და ეს იქნება ანუ ყოველი ძილისწინა რიტუალი ბავშვს უკვე ამცნობს აი რა ქმედების შემდეგ რა მოდის, რომ ეხლა ჩვენ უკვე უნდა გავიხადოთ ტანსაცმელი, რომ უნდა ვიბანაოთ, მერე კბილები გავიხეხოთ, მერე რაღაცა ვთქვათ დავიკრემოთ, ჩავიცვათ, წიგნი წავიკითხოთ, ვიმღეროთ, ოჯახში ყველას დავემშვიდობოთ, ფანჯარაში დავემშვიდობოთ, შევიდეთ საძინებელში, ჩამოვაფაროთ ფარდები, წიგნი წავიკითხოთ და რაღაც ესეთი, აი ეს ქმედებები უკვე ბავშვი იმდენად ეჩვევა ამას, რომ ძალიან ამარტივებს დაძინებას. შემდეგ უკვე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა უმტკივნეულო ჩვენი ჩართულობა უფრო და უფრო შევამციროთ დაძინებასთან მიმართებაში. აი ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც აი დედა რომ მიდის ბავშვთან ერთად დასაძინებლად, იქ უკვე ბავშვს დედის გამოშვება აღარ უნდა. ანუ ფაქტიურად უწევს დედას, რომ ის პერიოდი, ძილის პერიოდი და თუნდაც შემდეგი პერიოდი იყოს შვილთან. აი როგორ ავირიდოთ თავიდან ის მომენტი, რომ აი ბავშვი თუნდაც შეეჩვიოს რაღაც მომენტში კი დედასთან ერთად ყოფნას, მაგრამ მერე დედის გაშვებას და მარტო ძილი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ ოჯახში სხვა წევრებიც იყვნენ ჩართული ბავშვის დაძინებაში. ეს შეიძლება იყოს როგორც მეუღლე, ასევე შეიძლება იყოს ბებია, ძიძა, ანუ რაც უფრო მეტ ადამიანთან, ნუ ახლა რა თქმა უნდა გადაჭარბების გარეშე, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანთან აქვს, როდესაც დედები მარტო ზრდიან ბავშვებს. შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დედას, თუ არ ყავს ანუ რო ჩართოს ვინმე ამ მიმართულებით. ანუ რა თქმა უნდა თავიდან ეს ბიოლოგიურია და ფიზიკურია და ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ბავშვები ჩვენს მუცელში არიან და ჩვენი სუნი, ჩვენი გულისცემა ყველაფერი მათ ამშვიდებთ და თავიდან რა თქმა უნდა მაქსიმალურად საჭირო არის ჩვენი ჩართულობა, უბრალოდ დენად ვეჩვევით ზრდასრულები რაღაც მდგომარეობას, რომ არც კი ვცდილობთ ცვლილებებს. რაღაც ასაკის მერე უკვე ნელ-ნელა ბავშვიც არის უფრო მზად, რომ ნაკლები დახმარება გახდეს საჭირო ჩვენი მხრიდან. უბრალოდ უნდა შევეცადოთ, რომ ყოველდღიურად
მარტივად პატარ-პატარა ნაბიჯებით შევამციროთ ჩვენი დახმარება. ეხლა მაგალითად თუნდაც რაში შეიძლება მდგომარეობდეს. აი მაგალითად რაღაც პერიოდი სულ ჩახუტებული მყავდა ჩემი შვილი და ეგრე გვეძინა. მე ვეცადე რომ აი ცოტა გვერდზე გადამეწვინა და გვერდულად ყოლოდა მოხუტებული. მე ვეცადე რომ აი ცოტა გვერდით გადამეწვინა და აი პერიოდულად ხელი შემეხო თუ იტირებ და ჩავხუტებოდი გამოვწეოდი. ასე ნელ-ნელა დავშორდი მას ისე რომ ეს ისტერიკამდე და რაღაც სტილილამდე არ მისურვა. რა თქმა უნდა იყო პერიოდები როცა ზრდის პერიოდები აქვს და მაგალითად მაგ დროს უფრო მეტად ჭირს და ისევ ჩავრთულ ვარ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ და უმტკივნეულოდ ვცადოთ ჩვენი ხარდაჭერის შემცირება და რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად ეს შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ აუცილებლად შედეგიანი. ძილი ტელეფონით, ვიდეოთი, საკვებით, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და ზოგადად აზიანებს თუ არა ეს ბავშვის ძილის პროცესს, თუნდაც ფსიქიკას თუ ნებადართულია ეს ყველაფერი და შეგვიძლია გამოვიყენოთ ძილის ბავშვის დასაძინებლად? არ არის მოკლედ მიზანშეწონილი. ერთი შეხედვით უცებ შეიძლება დაინახო ესეთი მდგომარეობა, რომ ბავშვი აი დაახტის, დარბის, მაგრამ ეკრანთან გაჩერდა. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვი დამშვიდა, იმიტომ რომ რასაც ხედავს ეკრანს, რაც გადის, ეს იწვევს ზოგადად მით უმეტეს განსაკუთრებით ძილის წინ ბავშვის ნერვული სისტემის აღზნებას. ძალიან სტიმულირდება, განსაკუთრებით გააჩნია კიდე რა ტიპის ანიმაციას უყურებს. ძალიან სტიმულირდება მის ტვინი და ძალიან უჭირს შემდეგ ჩაძინება და ჩაძინებასაც რო თავი დავანებოთ, აი შემდეგ ღამის განმავლობაშიც უფრო ხშირად ეღვიძება, ვერ გადადის მშვიდ ეტაპზე, მშვიდ ფაზაში და ამიტომ სისტემატურად ეღვიძება. ამიტომ მაქსიმალურად რეკომენდებული არის, როგორც ვთქვით, 1 საათით ადრე ყველაფრის გათიშვა და უფრო მშვიდ რაღაც აქტივობებზე გადასვა და მშობელთან კომუნიკაცია. არსებობს თუ არა რამე დამახასიათებელი ნიშნები ან სიგნალები, რომ აი მაგალითად ბავშვს ძილი დააკლდა, ან დაღლობის ზღვარს გაცდა. რას მიაქციოს მშობელმა ყურადღება? დაღლობის ზღვარს რო გაცდა, მაგის პირველი ნიშანი არის, მოკლედ არის რაღაცა პერიოდი, რომ ბავშვს ეძინება, მაგრამ მშობელს გამოეპარება ეს პერიოდი, ან ისეთ სიტუაციაშია, რომ ვერ აძინებს ბავშვს და შემდეგ უკვე აი მაგდროს არის მოთენთილი რაღაცა ესეთი მოშვებული, მაგრამ რომ გადაუცდება ეს დრო, ბავშვის ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. ეს მოქმედებს ისე, თითქოს ყავადალია ბავშვმა, ანუ ძალიან აფხიზლებს და თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ამიტომ ძალიან შეიძლება ჰიპერ აქტიური გახდეს, სირბილი დაიწყოს და ანუ მაგდროს მშობლები იძახიან, რომ აი რა ეტყობა ახლა ამ ბავშვს რომ ეძინება. რეალურად ეს არის იმის შედეგი, რომ ანუ ბავშვს გადაუცდო ძილი. და თვითონ ეს ძილის ნაკლებობა გამოიხატება აი წუწუნით, გაღვიძებული ბავშვიც რომ აწუწუნებულია, ისტერიკაშია, ვერაფერზე ვერ ითანხმებ, ანუ ნიშნავს რომ ძილის ნაკლებობა აქვს და რეალურად რეჟიმის მოგვარება ჭირდება. ხათო, მინდა რომ შემდეგ თემაზე გადავიდეთ. შემდეგი თემა ეხება დედებს, დედიკოებს და თემა არის ესეთი დედის რესურსი და სტრესის მართვა. რა უნდა გააკეთოს დედამ, როდესაც აი როგორ გაუმკლავდნენ სტრესს უფრო სწორად, როდესაც ბავშვს ესე მუდმივი უძილობა აწუხებს და თვითონაც გამოუძინებელია. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი ერთი თემა. რომ ბავშვი არის დედის მუცელში, შესაბამისად ყველანაირი ემოცია დედის გადადის ბავშვში, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგაც სადღაც 3 წლამდე. შესაბამისად ძალიან მოქმედებს ბავშვის ცილზე დედის ემოციური განწყობა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი ემოციის დაბალანსებას იმისთვის, რომ ბავშვის ცილიც გაუმჯობესდეს და ეს შეიძლება იყოს ანუ პირველ რიგში ჩვენი გრძნობების აღიარებით, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის თხოვნით თუ ყავს მაგალითად ოჯახში დამხმარე, ვთქვათ მეუღლე, ბებია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დედა ვიცი, რომელიც თვლის რომ ყველაფერი აუცილებლად თვითონ უნდა გააკეთოს და ანუ არ ითხოვს ხოლმე ამ დახმარებას და მხარდაჭერას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ისეთი წრის მოძებნა, რომლებსაც აქვს ჩვენი მსგავსი პრობლემები, მაგალითად სხვა დედები
მეც ეგრე ვიყავი, ჩემ მეგობრებმა ერთად გავაჩინეთ ბავშვები და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ის საერთო ჩატი, რაც ჰქონდა, რითაც ვაზიარებდით ჩვენს ტკივილებს და ვუზიარებდით ერთმანეთს რჩევებსაც და ძალიან მეხმარებოდა. ასევე პატარ-პატარა რაღაცა რიტუალები თქონდათ 15 წუთიანი, რითაც მაგალითად აი გააკეთებ ისეთ რაღაცას, რაც შენ ძალიან ქსიამოვნებს, თუნდაც წიგნის წაკითხვა, თუნდაც საყვარელი სერიალის ყურება, აი სეირნობა და ძალიან, როგორც ვიცი, ძალიან ეხმარება ესეთ სტრესულ სიტუაციებს, სუნთქვითი ვარჯიშებიც, შხაპის მიღებაც და ფეხით სეირნობა და თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არის, არასოდეს არ უნდა გაუშვათ ხელიდან ის, რომ როცა ბავშვს ძინავს, გადავდოთ ყველანაირი სახლის საქმე და ჩვენც დავიძინოთ მასთან ერთად. როგორი უნდა იყოს მამიკოების ჩართულობა ამ პროცესში? მამიკოების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მამიკოების ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ დედა შეუძლია დაისვენოს, რაც უფრო ადრეულად იქნება მამის ჩართვა და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ იმაზე ვთანხმდებით დღესდღეობით, რომ ეს მხოლოდ დედის მოვალეობა არ არის და შვილი არის საერთოდ და როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები ერთნაირად აქვს და მოვლის ვალდებულებაც შესაბამისად ერთნაირად აქვს. ამიტომ თავიდანვე უნდა იყოს ჩართული მაქსიმალურად და განსაკუთრებით ძილის შემთხვევებში, იმიტომ რომ ბავშვებმა იციან ერთ ადამიანზე მიჯაჭვა და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივად არის დედა და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის ასევე უსაფრთხოდ არის სხვა ადამიანთან დაძინება, როგორც რა თქმა უნდა მამა და ეს აუცილებლად უზრუნველყოფს იმას, რომ როცა მამა ხშირად არის ჩართული ამ პროცესში, დედას შეუძლია ასეთ დროს განიტვირთოს. განტვირთული დედა ნიშნავს ბედნიერ დედას, ბედნიერი დედა კი ავტომატურად ნიშნავს ბედნიერ შვილს, იმიტომ რომ ის ემოციები გადადის ბავშვში და შესაბამისად ბავშვიც უფრო მარტივად იძინებს. და ხათუ დასასრულს მინდა რომ ერთი ყველაზე გავრცელებული მითი გვითხრა ძილთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ მე ვარ ბუ, ანუ გვიან ვიძინებ ხოლმე და ჩემი შვილიც ბუ არის და შესაბამისად ის ადრე ვერ დაიძინებს. რეალურად დადგენილია ის, რომ გენეტიკური ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ადამიანში, რომ ის ანუ უფრო მეტად ბუ არის თუ ტოროლა, თუმცა უფრო მეტად ამ ჩვევებს განსაზღვრავს ძილის ჩვევები. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი სწორი ჩამოყალიბებული ჩვევებით შევცვალოთ და რატომ ახლა, იმიტომ რომ როგორც აქამდე აღნიშნე, ადრეული დაძინების ჩვევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მელატონინის გამოყოფის პერიოდში ბავშვის ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის, იმიტომ რომ ეს ჯანსაღი ძილი სამომავლოდ უწყობს ხელს მის ჯანმრთელობას, განვითარებას, ემოციურ მდგომარეობას და როგორც აღმოვაჩინე, წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი გამოერთიანებელი ფაქტორი რაც აქვთ, თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი იღვიძებს ძალიან ადრე, იმიტომ რომ ანუ ადამიანის ბიოლოგიური საათი არის მოწყობილი ესე მზის ამოსვლასა და მზის ჩასვლასთან ერთად, ანუ ჩასვლაზე მიბმული. შესაბამისად, ჩვენ გაცილებით უფრო პროდუქტიულები ვართ ასეთ დროს და თუ მშობლები ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ და თავიდანვე ბავშვებს ჩამოუყალიბებთ სწორ ჩვევებს, ჩვენ შვილებს აღარ დაჭირდებათ სამომავლოდ ამ ჩვევების რაღაცა თვითონ ამ ჩვევებზე მუშაობა, იმიტომ რომ მე მაგალითად პირიქით ვარ გვიან ვიძინებ და ძალიან მინდა რომ გადავეწყო სხვა რეჟიმზე და ძალიან მეჭირს ამის ცვლილება. და ბოლოს რა უნდა გაიხსენოს დედამ ყოველ ჯერზე, როდესაც გაღიზიანებულია ძილთან გამოწვეული პრობლემების გამო? უნდა გაიხსენოს ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ ინფორმაციების ეპოქაში 21 საუკუნეში, რომ ბავშვის ძილის თემები უკვე შესწავლილია, უკვე გამოკვლეულია 1000 ბავშვზე დატესტილია. შესაბამისად, არის ძალიან ბევრი ინფორმაცია იმისთვის, რომ როგორ მართოთ ბავშვის ძილი და როგორ გავამარტივოთ ეს პროცესი. ინტერნეტში შეუძლია ამის მოძიება, თუ აქვს ამის დრო და რესურსი, თუ კი ამის დრო და რესურსი არ აქვს, შეუძლია მიმართოს ძილის სპეციალისტს, როგორც არის ბავშვთა ძილის კოუჩი და გაიაროს კონსულტაცია და აუცილებლად ინფორმაციას როცა გაიგებს, ანუ რა უწყობს ხელს მარტივად ბავშვის დაძინებაში, ძალიან გამარტივდება ეს პროცესი და თვითონ მშობელიც უფრო გაბედნიერდება. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო იყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი შემოგთავაზა ხათუმ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ხათუ შალიკაძე, სერტიფიცირებული ძილის კოუჩი. ასევე მინდა შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ავენტი, დედების და ბავშვების ნომერ პირველი ბრენდი. არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube
არხი დედების პოდკასტი, დალაიქოთ და დაგვიწეროთ კომენტარები. და თუ გაქვთ ბავშვთან ძილთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი პროფესია მშობელი, რათა მიიღოთ უფასოდ ის საჭირო ინფორმაციები, რაც გაგიმარტივებთ და გაგიბედნიერებთ ცხოვრებას.